მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ რამდენი რამ გააფუჭა, ის საკუთარ ამომრჩეველს ყოველთვის ჰპირდებოდა და ჰპირდება, რომ მე მაინც დავალაგებ ევროპასთან და ამერიკასთან 20 იანვარზე აკეთებდნენ ხოლმე აქცენტს. ეს რატო სჭირდება ოცნებას? ოცნებას სჭირდება ეს პროპაგანდა და სჭირდებოდა ეს პროპაგანდა იმისთვის, რომ ოცნების ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილიც ასევე საკუთარი შვილის მომავალ ცივილურ სამყაროს უკავშირებს. ამიტომ იყო საარჩევნო ლოზუნგიც, რომ ამას ეფუძნებოდა, რომ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენო, იმიტომ რომ ევროპული გზავნილის გარეშე ოცნებას საკუთარ ამომრჩეველთან უჭირს რაღაცეების გამართლება, ესე ვთქვათ. მე ამაზე დააშენეს ახალი გზავნილი, რომ აი მოვა 20 იანვარი და ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება. ეს იყო პირველ რიგში ერთგვარი დაპირება და გზავნილი საკუთარი ამომრჩევლის მისამართით. საბოლოო ჯამში ვიხილეთ დღეს ივანიშვილის განცხადება. ადამიანი გამოვიდა და თქვა, უბრალოდ არ გამოვიდა, დაწერა, რომ ფული არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.